Sanktsiები არ ჩერდება. ამერიკული და ბრიტანული უმკაცრესი ქმედებების პარალელურად ევროკავშირის წევრები ინდივიდუალურად აწესებენ სანქციებს ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ. ჩეხეთის სენატმა მიიღო დადგენილება და მთავრობას დაავალა დაუწესო სანქციები იმ პირებს, რომლებიც პროტესტის ძალადობრივ ჩახშობაში ან ბრძანებების გაცემაში მონაწილეობდნენ. ჩეხეთის სენატი ასევე მოითხოვს სანქციები იმ მოსამართლეებზეც გავრცელდეს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას იღებენ. ცნობილი ხდება ასევე, რომ ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო კონკრეტულად ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე რეზოლუცია, რომლითაც ის ნიდერლანდების მთავრობას მიმართავს. ნინო სამყურაშვილი ჩაგვერთვება ამ თემით პირდაპირ ეთერში გისმენინა. ქეთი პირველ რიგში დავიწყებ იმ ბოლო გადაწყვეტილებებით და ბოლო განცხადებებით, რომელიც ისმის არალეგიტიმური პრემიერის ირაკლი კოლბახიძის მხრიდან მას ჰქონდა პრესკონფერენცია და სწორედ იქ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ მაგნიტსკის გლობალური აქტით დასანქცირებული მაღალი თანამდებობის პირები მას შემდეგ რაც მოხდება ინაუგურაცია, ამის შემდეგ ისინი ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილები, მათ შორის იქნება ვახტანგ გომელაური მისი თქმით და ასევე მისი მოადგილეები, განსაკუთრებულად ისინი ვინც დასანქცირებულები არიან და ასევე იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე ხარება და მისი მოადგილეები, დასანქცირებული მოადგილეები როგორც კეზავაძე, ასევე მილერი ლაგაზაურიც. ეს ერთგვარად არის გამხნევების მცდელობა, როგორც ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, რადგანაც ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც გლობალური მაგნიტსკის აქტით არის დასანქცირებული კონკრეტული პირი, აი ამ სანქციებიდან მათი ამოღება ფაქტიურად არ ხდება და მსგავსი რამ ჯერჯერობით ამ დასანქცირების ისტორიაში მსგავსი რამ არასდროს არ მოხდა და ამიტომ ეს არის სწორედაც რომ გამხნევების მცდელობა და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა ახსოვდეს პირველ რიგში ოლიგარქიულ რეჟიმს და ასევე ეს უნდა ახსოვდეს ირაკლი კოლბახიძესაც, რომ მაგნიტსკის გლობალური აქტი გაფართოებულიყო და სანქციები უფრო მკაცრი გამხდარიყო, ეს არის სწორედ გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის და ზუსტად 7 წლის წინ 2017 წლის 20 დეკემბერს აქვს დონალდ ტრამპს ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ყველა პირი, ვინც გლობალური მაგნიტსკის აქტით დასანქცირდება, მათი ქონება რომ გაიყინოს და დაიბლოკოს, ეს არის პირადად დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ მათი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ტრამპი მოვა და ეს სანქციები ვინმეს გაუქმდება, არის აბსოლუტურად მოგონილი ამბავი და შეცდომაში შეყვანის მცდელობა დღეს საზოგადოების. რაც შეეხება იმას, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს ამ პერიოდში უკვე ევროკავშირი და ინდივიდუალური სახელმწიფოები, ჩეხეთის პარლამენტის ზედაპალატამ, ანუ სენატმა მიმართა საგანგებოდ ჩეხეთის მთავრობას, რომ მათ უკვე იმოქმედონ და მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები საიმისოთ, რომ დასანქცირდეს ყველა ის პირი, ვინც უმოწყალო და არბებდა და სასტიკად უსწორდებოდა მშვიდობიან მომიტინგეებს და ასევე დასანქცირებულები იყვნენ ის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ამასთან ერთად არის ნიდერლანდების პარლამენტის რეზოლუციაც მიღებული, რომელიც ასევე მოწოდება ნიდერლანდების მთავრობის მიმართ, რომ უშუალოდ უკვე დასანქცირებული იყოს ბიძინა ივანიშვილი. ამ ინფორმაციას ავრცელებს ანა დოლიძე, რომელიც ამ დროისთვის სწორედ ნიდერლანდებში იმყოფება ვიზიტად. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ყველაზე გავლენიანი აქტორია ქართულ პოლიტიკაში. იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა რუსეთის მძიმე ჩარევაზე, კანონის უზენაესობის საწინააღმდეგო კანონმდებლობასა და ევროკავშირის საწინააღმდეგო კურსზე. მოვითხოვთ, რომ მთავრობა მხარი დაუჭიროს ევროპულ საბჭოში ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თუ საჭირო გახდება ინდივიდუალურად განახორციელოს ეს პროცესი თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად. სენატის რეზოლუცია მოუწოდებს ქვეყნის მთავრობას, რომ სანქციები დაუწესოს ადამიანებს, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს ან მონაწილეობა მიიღეს საქართველოში დემონსტრაციების ძალადობრივად ჩახშობაში. ასევე მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. მძაფრდება რუსეთის მოვლენები მოახდინოს გავლენა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, რაც გამოვლინდა საარჩევნო კამპანიაშიც. არჩევნები ხასიათდებოდა სერიოზული დარღვევებით, ხმების მანიპულირებისა და ამომრჩეველთა თავისუფლების აღკვეთის, ხმის მოსყიდვის, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების ვიწროვების, ამომრჩეველთა დაშინების შესახებ დოკუმენტირებული ცნობებით, როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე მის გარეთ.
და ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებენ ამერიკელი ექსპერტები, მკვლევარები, დიპლომატები, მათ შორის რადიო თავისუფლებამ გაავრცელა კურტ ვოლკერთან ინტერვიუ, რომელიც არის დიპლომატი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ნატოში და ამავდროულად 2017-19 წლებში იყო სწორედ დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის წარმომადგენელი უკრაინაში და კურტ ვოლკერი ამბობს, რომ მათ თუ გონიათ, ანუ ქართულ ოცნებაზე საუბრობს, რომ დონალდ ტრამპი ერთგვარ მხსნელად მოევლინებათ, ეს ყველაფერი ნამდვილად ასე არ მოხდება, რადგანაც დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობებზე ყველასთვის ძალიან ცნობილი არის და ასეთი ანტიამერიკული მთავრობის მიმართ როგორი დამოკიდებულება ექნება დონალდ ტრამპს, ყველას კარგად მოიხსენება და პირდაპირ აფრთხილებენ მკვლევარები დღეს ოლიგარქიულ რეჟიმს, რომ დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის იმედი მათ სულტყუილად ექნებათ და ამასთან ერთად მკვლევარები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით ვითარებას ძალიან კარგად იცნობენ, პირდაპირ მოუწოდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს და ასევე სახაზინო დეპარტამენტს, რომ ამ ყველაფერზე ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთი ადმინისტრაცია არ უნდა გაჩერდეს და ყველა პასუხისმგებელი პირი ფინანსური საანქციებით უნდა დასანქცირდეს, მათ შორის უნდა დასანქცირდეს მათი თქმით ბიძინა ივანიშვილი. ქართული ოცნების მოლოდინები მთლიანად მცდარია. მათ გონიათ, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ და რომ ის ღიად ანტიამერიკული განწყობის მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას აღადგენს. ეს არასდროს მოხდება. პირიქით, ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო დიდი ზეწოლა მოვა დემოკრატიის აღდგენის, ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვისა და საქართველოს დასავლურ გზაზე დაბრუნების საკითხებზე. გავიხსენოთ ანაკლიის პორტი. ამერიკული კომპანიები მზად იყვნენ პროექტებისთვის, მაგრამ ახლა მას ჩინელები აშენებენ. იგივე ხდება აეროპორტებთან დაკავშირებითაც. ამას გარდა გახსოვთ პრემიერ-მინისტრი ირანში, ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად იდგა, როცა ირანის პრეზიდენტს გლოვობდნენ. ამ ყველაფერზე ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ძალიან მკაცრი რეაქცია ექნება. და ბიძინა ვინ აძლევს ბრძანებას ყველა სანქცირებულ პირს? მილერმა თქვა, რომ დამატებითი ფინანსური სანქციები იქნება. და ის რომ დამატებითი ფინანსური სანქციები და სანქციები უნდა იყოს, ამასთან დაკავშირებით ძალიან ღიად საუბრობს სახელმწიფო დეპარტამენტი და მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციით დაუწესა სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს, სახელმწიფო დეპარტამენტმა მაშინვე გაავრცელა განცხადება და პირველი გზავნილი სწორედ ეს იყო, რომ მათი მხრიდან სანქცირების პროცესი აუცილებლად გაგრძელდება ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც არბევდა მშვიდობიან მომიტინგეებს და ასევე ჩართულები იყვნენ აქტიურად არჩევნების გაყალბებაში და მათი მხრიდან მინიშნება გაკეთდა იმაზე, რომ დამატებითი სანქციები კიდევ იქნება მაღალი თანამდებობის პირებზე, ამ სამართალდამცველებზე არის ამ შემთხვევაში საუბარი და ასევე სანქციები იქნება მუნიციპალური თანამდებობის პირებთან დაკავშირებითაც.